რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის წინააღმდეგ კონკრეტული სანქციები ამჯერად შვეიცარიამ და იაპონიამ დააწესეს. ადამიანები, რომლებიც ყირიმის ანექსიას აღიარებენ, შავ სიაში მოხვდნენ. აღნიშნულ ქვეყნებში შესვლა საერთო ჯამში 75 ადამიანს ეკრძალება. საინტერესოა, რა ხდება რუსეთში სანქციების ფონზე, ცნობები ასეთია. აკრძალვებმა ტურისტული კომპანიების ნაწილის დახურვა გამოიწვია, მოსკოვში ინვესტიციების დაბანდება ფერხდება, ასევე ცნობილი ხდება, რომ ინფლაციის ზრდაზე სპეციალისტები უკვე საუბრობენ. დასავლური სანქციები რუსულ საფულეებზე შესაძლოა გადასახადების გაზრდით აისახოს შეხვედრაზე, რომელიც 2014-17 წლების ბიუჯეტის დაგეგმვას ეხებოდა. ეს თავად პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა აღიარა. ყველა სოციალური ვალდებულება დაფინანსდება ბოლომდე, თუმცა აუცილებელია გავაანალიზოთ შემოსავლების მობილიზაციის სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის საგადასახადო დატვირთვის გაზრდაც. გადასახადების გაზრდამდე უკვე სახეზია ზარალი, რომელსაც ბიზნესი განიცდის. ყველაზე დიდი დარტყმა ამ ეტაპზე ტურიზმის სექტორმა მიიღო. დღეს ცნობილი გახდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეხუთე მსხვილი ტურისტული ფირმის დახურვის შესახებ. მიზეზი ისევ იგივეა, არასტაბილური პოლიტიკური გარემოსა და ინფლაციის ზრდის გამო ტურისტების ნაკადის შემცირება. კომპანია ინტაერს, რომელიც რუსული ტურფირმების ოცეულში შედის საზღვარგარეთ, 500-მდე მოქალაქე დარჩა. კომპანია ლაბირინთს კი უფრო მეტი. ORT-ს ცნობით, სააგენტოების დახურვის შედეგად დასვენება სულ ცოტა 40,000 ადამიანს ჩაეშალა. გუშინ ვესაუბრეთ, ყველაფერი რიგზე იყო. იმდენ კომპანია შეექმნა პრობლემები, რომ აღარ ვიცით რომელს ვენდოთ. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე მომავალში მე თვითონ შევიძინო ბილეთები და სასტუმროც თავად დავჯავშნო. ფული გვაქვს გადახდილი და გადაგვაგდეს. ახლა რა უნდა ვქნათ? ხალხი საზღვარგარეთაა გაჭედილი. საშინელება ხდება ბურგაში, თვითმფრინავები არ ჩამოდიან და ადამიანებს თვითონ უწევთ დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც ფული არ აქვს. სანქციების შედეგად საქმიანობის შეჩერება მოუხდა ავიაკომპანია დობროლიოტსაც, რომელიც ყირიმში რეგულარული რეისების წამოწყების გამო დაისაჯა. გაზეთ ვედომოსტის ცნობით, პასუხად რუსეთის ხელისუფლება ევროპიდან აზიაში მიმავალი ავიალაინერებისთვის ციმბირის საჰაერო სივრცის დახურვას არ გამორიცხავს. საერთო ჯამში დობროლიოტის გაჩერებით რუსეთის 95,000 მოქალაქე დაზარალდა. ევროპულმა კონტრაგენტებმა შეგვატყობინეს, რომ ისინი წყვეტენ ტექნიკურ თუ სადაზღვევო მომსახურებას. შედეგად ჩვენ საქმიანობის დროებით შეჩერება მოგვიწია. კიდევ ერთი სფერო, სადაც ექსპერტების აზრით რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, კრედიტებია. პროფესორი ალექსანდრე აბრამოვი ვარაუდობს, რომ ბანკებისთვის დაწესებული სანქციების შედეგი საპროცენტო განაკვეთების ზრდა და სესხების შეზღუდვა იქნება. თუ ეს ვითარება სწრაფად არ მოგვარდა, ბანკებს რეფინანსირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაჭირდებათ. გაიზრდება ეგრეთ წოდებული ტოქსიკური, ანუ გადაუხდელი კრედიტების რაოდენობა, რაც თავისთავად გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდება და ბანკები სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან, შედეგი ფულის საგრძნობლად გაძვირება იქნება. ჟურნალ ეკონომისტის გამოთვლით, რუსული ბიზნესისთვის სანქციებით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა მთლიანობაში 1 ტრილიონ ევროს მიაღწიოს. მისივე ვარაუდით, ყველაზე მეტად რუსული კომპანიებიდან გაზპრომი და როსნეფტი დაზარალდებიან, რომლებიც პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ არქტიკაში ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად აუცილებელი თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიების შეძენას. რუსეთში ნოსნების ნაწილი გამოსავალს ოფშორული კაპიტალის დაბრუნებაში ხედავს. ნაწილი კი მოქალაქეებს საბჭოთა კავშირის მაგალითით აიმედებს. არაფერი საშიში არ არის. საბჭოთა კავშირი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სრულ იზოლაციაში, მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით ყიდულობდა ტექნოლოგიებსაც და სხვა საჭირო რამეებსაც. მხოლოდ კვიპროსსა და ნიდერლანდებზე მილიარდობით დოლარი მიდის რუსეთიდან. მათი დაბრუნებით შეიძლება ბიუჯეტში 30 მილიარდზე მეტი შემოვიდეს, რაც დღეს აუცილებლად გვჭირდება. სპეციალისტების აზრით, სანქციები შეაფერხებს ინვესტიციებსაც. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ინფლაციის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას იაპონია და შვეიცარია შეუერთდნენ. ეს უკანასკნელი აქამდე რადიკალური ნაბიჯებისგან თავს იკავებდა.